იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. Всё, შემომხედე. აბა, ეგ არ დატრიალდი. ხოწები მომისმინე, ხო იცი, სუფრას არ აყავდეს არაფერი, რა დღეს მომდის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ის გზების ტენდერის საქმე უნდა გამოვიდეს. ის თუ გამოვიდა, შვილთაშვილო საქმეს ვაკეთებ რა. მომისმინე შენ ამდენი ვაზელინის ყიდვას. ხიზილალა რო გეყიდა დავდებდი სუფრაზე. გოგო, მომისმინე, ეხლა რო ვაზელინის ფული არ უნდა დაზოგო, ხო იცი, 2 იმდეს ამოვიღებ, მაცადე, ოღონდის გამოვიდეს რა. ის ტენდერი გამოვიდეს არ მინდა რა. ხო არ მოსულა ჯერ? ჯერ არა ველოდი. ვაი, ვიკენდი შენ გენაცვალე. შემოგივლი. აბა, შენი იმედი მაქვს, ხო იცი რა. შენი პირფერობის იმედი მაქვს და შენი საგრძელოები და აბა შენი რა ყველაფერი. ჭირიმე შენ ის გზების ტენდერი ხვალვე ჩვენი უნდა იყოს რა. ახლა ცოტა კი მეწყინა გიორგი შეგენაცვალე. დღესვე თუ ეგ საქმე არ გავჩარხე, ჭიქას აღარ მოვკიდებ ხელს, რას ლაპარაკობ? გენაცვალე, აბა რა. სადა როგორ მოვიდეს? ყველაფერი უნდა იყოს, დავაი, აქეთ ესე ეს აგერამა მიგზიანები გამარჯობა. აი, თქვენ ბრძანდებით? არა მე დაცვავარ ერთი წამაცადით ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 26 გრადუსი 78% უნდა იყოს ფარდა ჩამოფარებული ხიზილალა უნდა იყოს 30 გრამი 30 გრამია კი 18 გრადუსი უნდა იყოს ღვინის ტემპერატურა შენ მოწმე 18-ია დიახ შემოწმებულია დიახ ესე იგი ყველაფერი მზად არის რათა შორის მადონას ელტონ ჯონს და ბატონ ვახტანგს აქვს ზუსტად ერთი და იგივე მოთხოვნები ისე არ შემოდიან სახში კი ბატონო ყველაფერი 78-ია კი შემოწმებულია ყველაფერი კი ბატონო ბატონო ვახტანგ ყველაფერი გზე მოგდამდით ეს დაგირეკავ რა პარლამენტის შტომა იწება და გადმოგირეკავ გამარჯობა მირთვით ბატონო კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ შეძლებულ ოჯახში ძალიან გამიხარდა რომ შემოგევრეთ დაბრძანდით დიდი მადლობა ძალიან სიმართლე გითხრა ძალიან მიხარია რომ ესეთი შეძლებული ოჯახი სუფრას რო გადავხედე კაია რა ხანდახან ღარიბების მენათება სიმართლე გითხრა ალბათ იმიტომ რომ რას თქვენ ახლა თორებაში ღარიბები აღარ არიან საერთოდ ქალაქში ქვეყანაში არა იცით რა არის მე უბრალოდ კაკლებში ვარ რა და იქ მარტო ჩვენი კომანდა არის კარგად ავარ მარტო სამსახური წმეთში ხო იქ ავდი ღარიბი არ არის დამძანდით რა გეხვეწე დამძანდით დინაცვალეთ რა ეხლა რა აი დამძანდით ისა აი დიახ დავძანდით აი ეს დიდი მადლობა მე დაგიჭრით თუ გინდათ მე თვითონ აი მირთვით ბოდიში დიახ ტუალეტი სად არის აქ სადაც გაგიხარდეთ ჩემო გაიგაც მომძანთ კარგი მაშინ ჯერ მერევი კარგით ეგეთი პირფეროა ძალიან ხარი საგრძელოებში მეთქი ძალიან ზედმეტი მადლობა კი ახლავე დავასტაბილურებ შენ არის ნერვიული ჩემო აბა შენ ვირთვით ყველაფერი რა ყველაფერი დაალაგე ზადარი ყველაფერი დიდი მადლობა რატო შეწუხდით არა როგორ გეკაი მე როგორ გეკაი ძალიან დიდი მადლობა რომ ხო არ გიბერავთ აქედან ფანჯარას მიხურავთ ხო ცოტას თუ დაკეტავთ კარგი იქნება ცოტა რაღაცა შეუდგეთ მაშინ შრომა საქმიანობას დაასხი მე მინდა ერთი სადღეგრძელო შევსვა ზოგადად ყველა ქართულ ოჯახში რა სადღეგრძელოც ისმება პირველი მე მინდა ის სადღეგრძელო შევსვა კი ბატონო მოდი თქვენ გაგიმარჯვეთ ბატონო ვახტანგ შენ შემოგევრეთ აბა რა არ გეგონოთ რო გეპირფერები დიდი მადლობა არა ვაყენოთ ფეხზე არა ვაყენოთ რა გაგიმარჯვეთ ბატონო არ შეწუხდით მადლობა ბატონო ვახტანგ გაგიმარჯვეთ დღეგრძელი იყავით გახარებული იყავით მე ჩემი უფლება რომ იყოს სამუდამოდ აქტივობით პოლიტიკაში რათა ქართველ ხალხს თქვენაირი მზრუნველი მამა ხავდეს ჩვენ ქვეყანას ზოგადად არა მარტო ქართულ თქვენ გაგიმარჯვეთ ბატონო ვახტანგ სამწუხაროდ ხალხი ვერ ხედავს ამას რას ვიჟავთ ბრმები არიან ბრმები მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ ასთავარია იხარეთ იდღეგრძელეთ და იყავით ყოველთვის 120 წლამდე გეცოცხლოთ 150 მადლობა გაიხარეთ დაბძანდით თქვენ დაბძანდით ახლა მე უხერხულა დავა რაღაცა მარტო რო არის მირთვით ბატონო ვახტანგ ჩემი კაი ბატონო ვახტანგ ვიდეო პრისტავკის კასეტის გაციფრულება შეიძლება თუ მე ახლა წოვიკითხეს ჩემი ბაღიზე იმის ვიდეოს აუ ჩემი რამაგარი იქნება არ გადავს ბიჭო შენი ბაღიზე იმის გაციფრულება რა დგინდა რა არის ბედნიერება და ის არის მან თუ რა არის ვერ გავიგე გაციფრულება კარა მან ჩაიფსე ბიჭო ბაღში გაჩიფსულება იქნება იუმორი კაი მაქვს მე სხვათა შორის
გაჩიფსულება უთხრაო? აუ რა მაგრა უთხრა. მაგა აუ გაჩი. კიდე კაი ღვინო არ ქონდა დავის ჩობო. ბატონო ვასო, თქვენი კოცნა არ შეიძლება და თქვენ დაცვას რო ვაკოცოთ შეიძლება. ვაკოცეთ პრობლემა არა. ნაცვალე რა. ნაცვალე. ჩემი სიდედრი ძმა არის რომ სამსახურში. აუ ბოდიში რა ერთი ბოდი. შენ ხალო შენ ხარ, შენ ხალი ხარ და გემოვნება გაქვს. ესეთი კაც დადიოდა ქვეყანაზე. მე როგორ გამომყევი ცოტა. რამში გაყვარა ჩემი პროსტა უგებულო იმენაზე. მოდი მე მინდა პირველი ბატონი ვახტანგის სადღეგრძელო შევსვით, როგორც ისწავლა ყველა ოჯახში მე მინდა ხა მეორე სადღეგრძელო შევსვა რა. კი ბატონო. მოდი ბატონ ვახტანგს გაუმარჯოს. მოიცოთ ეხლა პირველი გენა აბარა. ბატონი ვახტანგი ხვადღიგძელი. წეღან კაცო პირველი თქვი ბატონი ვახტანგის როგორც შვიდობის სადღეგრძელო და ეხლა ვათხეგრძელებ ბატონ ვახტანგს როგორც სიყვარულს. სიყვარულს ბატონი ვახტანგი არის სიყვარული და ბედნიერება. მე საერთოდ პოლიტიკას ვადევნებ ჩემო გიორგი თვალყურს ჟავანაძის გაიხარე. გაბძანი არ არის ბატონ ვახტანგზე სრდილობიანი რაფინირებული პოლიტიკოსი არ მეგულება. ამას ხალხი რო უყვარს. ეგეთი სიყვარული ორ ადამიანს შორის არ არსებობს. ცოლ-დაქბარ შორის არ არის ეგეთი სიყვარული. ბატონ ვახტანგს უბრალო ადამიანი უყვარს და გაუმარჯოს. ბატონ ვახტანგს როგორც თავად სიყვარულს გაუმარჯოს. შენ გენას გაგიმარჯოს, ბოდიში მიდეკავენ. კი ბატონო. ხო ბიჭო. მოეთხრენ ხო ეგ ძუნგლიანები ისევე ხო? რა უნდათ მაგ შობეძაღლებს წინათოში 1500 ხომ მივეცი კაცო. ქვილი გაატანე და ზეთი და რაღაც აჯანდაბა უნდა კიდევ ხო? გაატანე ხო გაატანე. ჭირდებ ბიჭო. მაგათი სახლი იქითაც ეს თიანთ უნდა ავიღოთ და კორპუსები მაგ დასაშენები. ხო, მიეცი ეგ ქვილი აჯანდაბას მაგათ. რა ვქნა? ხალხისთვის შრომობთ, ხალხისთვის ვიღწვით. გაგიმარჯოთ. ბატონო ვახტანგ რა. ჭირი მე თქვენ. ბატონო ვახტანგ დედა ჩემს უყვარხართ ძალიან. ესე იგი გიждდება თქვენზე. ბატონი ვახტანგი ბატონს მოწმე ხარ შენ. კი ბოა იმე ჭკუას კარგავ დედას ვიცავ. და ეს 20 ლარი რაც მოუმატეს პენსია გადარეულია კანი. ბატონი ვახტანგის 4 ფოტო უკიდია საწოლთა ხო იცი? ვიცი კაცო აბა რა იქნება ახლა 20 ციერ ბიჭო ეს 20 ლარს რო ადამიანი ვერ ესე იგი ხარ გაუმაძღარი ხო თუ არ ყოფილი ამკელე 20 ლარი რაში ხარჯავ რაში ხარჯავ ამდენ ფულს რამდენი უმადური ადამიანია რომელიც ამას ვერაფერს მაგას რას მიხვდები რუსეს ვიც რაში ხარჯავენ ბიჭო ამდენ არ ყოფილი და ყოფილი რა გინდა მეტი უმადური და დაუნახავი 20 ლარი რო სიკეთეს ვერაფასებს ეს ხა გაუმაძღარი ერი ვართ რა მართალია ეს რა ჩემი სიდედრი ძმა იყოს სხვა გზა არ ამას აუ სხვათა შორის რო იცოდე ჩემ ოჯახში პირველი ორი ჭიქა ბატონი ვახტანგის ისმება მე მოდი შვიდობა და უფალი კი ბატონო ბატონო ვახტანგი გაგიმარჯოს მოდი გასამდეს ბატონ ვახტანგს გაუმარჯოს შენ გენაცვალე ჩემო ბიგენი გაუმარჯოს მე მგონი ფეხზე რო ადგეთ უკეთესი ბატონ ვახტანგს გაუმარჯოს ბოლომდე გაგიმარჯოთ ბოლომდე აბა როგორ გიყვართ ბატონი ვახტანგი დავანახეთ აბა ტენდერები გინდათ ვიცი აბა თითქოს ჩაი იყოსო ის ესო სავსე იყო ბოლომდე გაგიმარჯო ბატონო ვახტანგი მინისტრმა თქვა სიგნალი ნახოს ჩატში დაწერეს რამე ჩატში დაწერეს სიგნალი გადაიღეთ რა ხო არ გაცლიან მოკლედ საქმეზე გამოვედით ხო უთხარი და ამის ნერვები არ მაქვს თუზე ხარ შეხედეთ რა წერს ბატონო ვახტანგი მოხსნილი ხარ თანამდებობიდან რას გადაობ კაცო წაიკითხე მან დაწერია ბატონი ვახტანგი მოხსნილია თანამდებობიდან ჩამოერთვა აგარაკების სახლი მანქანები უძრავ მოძრავი ქონება და მოხსნილია თანამდებობიდან მოკლედ კი არ მოგხსნეს გაგინეს რა ფაქტიურად ბატონო ვახტანგი ასე გასლაბადებ კაცო მანახე ერთი რაღაცა ხა ფეიკი იქნება ბიჭო რაღაცა მოხსნილი იყოს თანამდებობიდან ჩამოერთვას აგარაკები მანქანები და ნებისმიერი უძრავი ქონები აუ რა ვიცი კორუფციული გარიგებების და იმის გამო მე მგონი მოხსნეს და არ არის გამორიცხული და დაიჭირა აუ ამიზე კაროჩი ამიზე და ატყულა დავხარჯი ამდენ მანდა მე ეხა გამწინდება იბერია მე რომ მომიდა ტენდერი და ყველაფერი ხო ვიცი რადი მოაქცია გაიტანე ეს დროზე აი უშენ ბალაგებთ რა ბალაგებთ მოდი შეეთ მოგზადია მოდი რა ხდება და მოდი ხდება შენი რა მოდი არაფერი ყველაფერი არის კარგად მოდი რა ხდება ეს რას დატოვი აქ მიაგდეს გამოდი ბიჭო გაყევი შენ ბიჭო
გამოდი მაგ სათვალეს გამოდი. იმიტომ აქედან ეცნა. ახ ნიჭსა გზაფართო უნდა მიცეო რა. გაატაკეს მე რომ მომინდა ტენდერები ბაში. თუ მერიაში მყავს კაცი ბიჭო. მერია მართლა? კაი თამდე. ამის პარალელურად გქონდა დარეკილი და 10 წუთში აქ იქნება. 10 წუთი. თათია, გამოზიდე, დავაი, სადა? 10 წუთში. 10 წუთიო, გოგო, დავაი დროზე. მომისმინე, ეს შეაცხელე ის ქათამი. შევაცხელებ. 10 წუთში აქ სადაც დაждდება, იქ დაგუდე ყველაფერი, ხო? აბა რას ვიზა? კაი, დავაი. წადი შენ გაიქეცი ლიმონათებია მოიწე. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.